როგორც თქვენ ახსენეთ, უკვე 3 დღეა გადაუღებლად თავს შეიძლება ითქვას გურიაში და ამიტომ ვითარება არის საკმაოდ მძიმე. არის შიდაგზების პრობლემა, არის ელექტროენერგიის პრობლემა, ძალიან დიდ ნაწილს მოსახლეობისას არ მიეწოდება ამ დრომდე არც შუქი, არც წყალი, არის ინტერნეტის პრობლემა. და შეიძლება ითქვას, ვითარება მართლაც საკმაოდ მძიმეა, თუმცა ყველაზე რთული მდგომარეობა არის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სადაც არაერთი სოფელი არის გარე სამყაროს მოწყვეტილი და მათთან კომუნიკაცია ვერ ხერხდება. ასევე ამ მუნიციპალიტეტში შეექმნათ მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლების პრობლემები, 20-ზე მეტ სახლს ჩამოენგრა სახურავი და შესაბამისად მათი ნაწილი სასტუმროებში არიან გადაყვანილები, ნაწილი კი განთავსდნენ ნათესავებთან. პრინციპში იგივე მდგომარეობა არის ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებშიც, აქაც გვაქვს მაღალმთიანი სოფლები და ჩაკეტილი სოფლები შესაბამისად. სადაც მოქალაქეები, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ითხოვენ დახმარებას, განსაკუთრებით შიდაგზების გაწმენდას, განსაკუთრებით ისინი, ვისაც სახლში ყავთ მცირეწლოვანი და ხანდაზმული ოჯახის წევრები. ერთია მოთხოვნა, მაგრამ მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია შესაბამის პასუხისმგებელი პირების მხრიდან გამოხმაურება. თქვენ თუ გქონდათ თქვათ კომუნიკაცია რაიმე სახის შესაბამის სამსახურებთან და რა იყო მათი პასუხი, როდესაც გეგმავენ არსებული პრობლემების მოგვარებაზე, გზის გაწმენდა იქნება ეს, ელექტროენერგიის მიწოდება, წყლის აღდგენა თუ ასე შემდეგ. კი ბატონო, შეიძლება ითქვას ნამდვილად, რომ ეს სამსახურები, ვისაც ეხება აღნიშნული პრობლემების მოგვარება, მართლა ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ და ფაქტიურად 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, მაგრამ გამოიკვეთა ის პრობლემები, რომ ტექნიკა, რომელიც უზრუნველყოფს თოვლის საფარისგან გზის გაწმენდას, არის საკმაოდ მცირე. შესაბამისად, ვერ უმკლავდება ეს ტექნიკა იმ პრობლემებს, რაც შექმნა ინტენსიურმა თოვამ მუნიციპალიტეტებში. შესაბამისად, არ მუშაობს საბავშვო ბაღები, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია საჯარო სკოლებში და მოქალაქეებს განსაკუთრებით აქვს ეს შიდაგზების პრობლემა და არ არის ტექნიკა საკმარისი. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მაგალითად იყო ასეთი ტიპის პრობლემა, რომ თავად ტრაქტორები ჩარჩნენ თოვლში და თოვლის საფარიდან სწორედ ამ ტრაქტორების გამოყვანა გახდა საჭირო, რადგან როგორც მუნიციპალიტეტში აღნიშნეს, ამ მარკის ტექნიკა საერთოდ არ იყო გათვალისწინებული თოვლის საფარისთვის. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანური რესურსი მუშაობს, ტექნიკის პრობლემა არის სერიოზული და შესაბამისად ვითარება არის საკმაოდ რთული.